მაისში ვართ. როგორც იქნა მოვახციეთ, ძალიან ლამაზია ყველაფერი, გადაბიბინებულია ეს ალპურად, მწვანედ მთები და კლდეები დათოვლილია, ჯერ კიდევ შერჩენილია თოვლი და ულამაზესია. კიდე გადავიღებთ თვითონ გარშემო მიდამოს, მაგრამ ვიწყებთ საუზმით, მაისში ვართ. ძალიან საინტერესო რესტორანია, ესეთი მაისი, რომელშიც შაშან პირადად მე ვერ მოვხვდი და წელს გახსნისთანავე მოვაკითხეთ. კატო აშაყმაძის მენიუა და დავიწყოთ გასინჯვით. პირველი არის მხლოვანა. პატარა მხლოვანი, ესე ქვია, ადგილობრივი ყველით, მთის მწვანილის ნაირსახეობა, სალბის კარაქი და კიდე რა აქვს მუსკატი. მუსკატი, მოიცა? ხო, მუსკატი. ნახე, როგორი საინტერესო შიგთავსია გიშდები მხლოვანებს. ტიბაანში რისი ქონდა ქეთოს? ღანძილის, უგემრიელესია. ძალიან კაია, ძალიან გემრიელია. ისეთია ცხიმიანი სუყეტყობა ადგილობრივი ყველის ამბავია ეგ და კარაქის და მწვანილებიც კაია, მოხდება. ფანტასტიკაა. ძალიან მაგარი შიგთავსი აქ. უცხო. ბრავო. კატო. და მაისი. გადავედი შემდეგზე. ყაბაყის ბლინებია, ჰოლანდიური соусით და ორაგულით და ნახე. მე მგონი არაერთხელ მithქვამ საუზმის საჭმელი რომ მიყვარს ძალიან, ყველაზე ძალიან. რა მაგარია ისე ყაზბეგში ესეთი? უგემრიელესია, მოიცა, კვერცხი არ გავხედქე. ძალიან გემრიელია. ფანტასტიკა. ძალიან უცხო გემო აქვს თვითონ ამ ბლინებს. შიგნით ბალახეულებიც აქვს. არა. თუკი ყაბაყია, არა. სხვა რაღაცებიც აქვს. ფანტასტიკა. ანუ რო ჩამოხვალთ უნდა გასინჯოთ კი არა. ამისთვის ღირს აქ ამოსვლა. რატომ მოხდა? საფრთხეში თან. არა უშავს. ამას თავიდან ვერ განვასახიერებ. ძალიან გამრავლია. ჰოლანდიური соуსიც უხდება. ორაგულით და ეს ყაბაყის ბლინები რაღაცნაირი უცხოა, თან ფაქტურები გრძნობა. მაგარია. კაი, გადავედით ავოკადოს ტოსტზე, რომელიც არის ბაზილიკის და ქეშიუს პესტოთი და ჭვავის პურით. შენ არ გიყვარს ავოკადო, ხო? ვიღაცებს არ უყვართ ავოკადო. მე მიყვარს. ესეც ძალიან კაია. გემრიელესია, ძალიან კნაწუნაკანი აქვს. ავოკადო მწიფეა. მეც ამას ხელი თვიდა. ეს то უხდება, ადი ბუზო. მაისში გვაქვს დაგეგმილი ასევე აქვე ვახშამიც დღეს ვივახშმებთ კიდეც საუზმის მენიუ სხვა და უკვე
რაღაც დიდი მოლოდინები მაქვს ვახშმის მიმართ. მაგარია რა. თან იცი რა არის, კაი? სულ კაი ტურისტები არიან. ევროპელი. რაც მოვედით, ერთი 3 მაგიდა შეიცვალა და ევროპელები იყვნენ. კაი იყო საუზმე. ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ. ლაშა, მოდი. ეხა შენგელის ეს სიამოვნება წინ. უი, არა, ერთ წამს. ყიყლიყო გვაქვს კიდე გასასინჯი. ტკბილი ყიყლიყოა მოდესერტა. მაინტერესებს რა იქნება. ესეც ჩვენი ყიყლიყო. ფრენჩ ტოსტი. ტკბილი ყიყლიყო. კარამელი აქვს, ნუშის პასტა, გიჟდები ნუშზე. ძალიან კაია. და ნაღების კრემი. ძალიან კარგი გასტრო მოგზაურობა გამოგვდის დღეს. აშკარად. ამერო კარამელი. ენით აუწერელი სიამოვნება. ძალიან მაგარია. ანუ რაღაცნაირად ჰარმონიაშია ყველა ინგრედიენტი ერთმანეთთან მოსული და პირში დნება. გაფრინდა. თან ოღონდ ტკბილია, ძალიან ტკბილია. თვითონ დესერტი. მაგრამ 6 ტკბოც არ გაწუხებს. ისეთი ფაფუკია ეს ყიყლიყო და ეს ნაღების კრემიც უფაფუკეს. სასწაულად გემრიელია. მარტო დესერტზე ზღირს დესერტია თუ რაც არის. ბოდიში. ცანქარია. მარტო ამ ტკბილ საუზმეზე ზღირს საქმეს. პურიც რაღაცნაირი ფაფუკია თვითონ თუ რაც არის ყიყლიყოში. მართალია ლაშა გაბრაზებულია. შტატივზე აპირებდა გადაღებას და თხოვე კერძები ზევიდან გადამიღეთქო და მე შერჩა ხელში კამერა და გაბრაზებულია, მაგრამ იმედია ეს მოიყვანს ხასიათს. მადლობა. ახლა გავისერინოთ ყაზბეგში. სხვა სოფლებშიც. სტოში ამოვედით. ბოლო სოფელია საზღვრამდე, შესაბამისად საზღვრიდან პირველი სოფელი და ძალიან ლამაზი სოფელი. ციხე იყო, უბრალოდ გალავანი არ ტყამდა ამ სოფელს ადრე. და ესეთი პატარა სუეს იყო რა, პატარა იყო მოკლედ სოფელი, პატარა სახლებით და ძირითადად სათვალთვალო ფუნქცია ჰქონდა, იქიდან ტერი რო შემოდიოდა, ავად სახსენებელი. აქედან გადასცემდნენ სიგნალს და შემორჩენილია ეს ქვები და ვიწრო მოკირწყლული ბილიკები. ულამაზესია. გავიცანით მედიკო ბებო. საყვარელი ძალიან. ხო არ მიიღებთ? ჩუმად ხო არ მიიღებთ თან? ხო და გაიხარდა ჩვენი დანახვა. ეხა ზევიდან ავიდეთ და გადმოვიხედოთ ულამაზესი ხედი იშლება და ივლისში აქ არის აი აქამდე ბალახი და
ძალიან ბევრი ფერადი ყვავილები, ალპური ყვავილები. აი სასწაულია ივლისში, შარშენ ვიყავი ივლისში. მაგრამ როცა არ უნდა მოხვიდეთ ყაზბეგში, მე ბევრჯერ ვარ ცდოში ნამყოფი, ყოველთვის მინდება აქ ამოსვლა. ეს ბოლომდე უნდა ამოხვიდეთ, ბილიკია მოდის და აქედან იშლება კიდე საოცარი ხედი. იქით მხარეს ყაზბეგია, ხეობა თვითონ, აქეთ დარიალი და საზღვარი და სოფელიც ჩანს ზევიდან და გზა. ძალიან ლამაზი. მანდ არის ჩვენს გვერდით ლაშა პეტერეს სალოცავი. აქ არის ბატკანი. წმინდამდე არის ძალიან ლამაზი სოფელი სიონი და ამ სიონს ცოტა რომ ამოცდებით ულამაზესი ეს არის ვიშლება ველი მინდორი იქით მდინარე ჩამოდის მე მგონი სნოსწყალი შეიძლება ვწდები და ნუ ძალიან ლამაზი ხედებია შარშან აღმოვაჩინე საყვარელ კოტეჯში ვიყავით ქაბარჯინა ქვია და თერაპია იყო დილით აქ გამოვლა აუცილებლად გამოისეირნეთ აქაც ყვავილები დაუკრიფე ლაშას. ქალი ქალს აღარ გავს და კაცი კაცს აღარ. საუზმემ რაღაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა კატო ვაშაღმაძემ ბახსენე კიდეც დილით მაისის დამფუძნებელი მენიუს შემქმნელი ხო კულინარი სულის ჩამდგმელი ძალიან გამოვიდა დილით კატო რამდენი ხანია რაც მაისია 2020 წელს დავიწყეთ თუმცა პირველი ეს წელი იყო სატესტო და მე უკვე რაღაც აქტიურად შევებით, გავიზარდეთ. თავიდანვე ესეთი იყო, აი ცოტა არასტანდარტული მენიუ, მაგრამ ისე ვერ ვისკავდით რა, მაინც რადგან ახალი პროექტი იყო, თავიდანვე რაღაც თან გამოცდილებას არ მქონდა მაგ ხელა და ამ წლიდან წლამდე უკვე ვითარდებით, მიხვეწებით, მენიუც იცვლება, მისდევს ასე ვთქვათ ტრენდებს, ნუ ვცდილობთ ყველა ვარიანტში და თან ვცდილობთ რომ მოვერგოთ აქაურ დამსვენებელსაც, იმიტომ რომ ახლა ისეთი ძალიან ისეთი რომ დავახვედროთ, შეიძლება ცოტა არეულობა გამოიწვიოს. მაინც მინდა გითხრა, რომ საერთო სურათიდან ამოვარდნილია, ოღონდ რა თქმა უნდა, კარგი ეგაგები თუ ამბობ, ამოვარდნილია გარემოში. გარემოში კი არა, საქართველოში, რეგიონებში ბევრ რესტორანს ესეთი მენიუთი და გემოებით ვერ შეხვდები. თან რას დავაკვირდი, იცი? ადგილობრივი პროდუქტის შტრიხები გაქვს შეტანილი. და თავიდან სანამ გავიხსნებოთ, აი ვცდილობდი რომ აქაური კულინარიაც შეგვესწავლა, რაღაც გავესაუბრეთ ხალხს. ხო, თის ხო? საკმაოდ ხამცირე იყო, მაგრამ შევეცადეთ რომ რაც კი არის ესეთი ყველაფერი ჩაგვესვა და რაღაც ცალკე მენიუშიც გამოვყავით ადგილი, უფრო ადგილობრივ სამზარეულოს რა. ძირითადად ეგ არის უფრო რაღაც ხინკლის და ცომეულის მიმართულება იყო, ხორცის მიმართულება და რაც კი შეგვიძლია პროდუქტი რომ აქედან მოვიციოთ, ეგ იქნება ყველი, ერბოს ხმარობთ აქტიურად, სუნელებს ხმარობთ აქტიურად. და ნუ ამით ალბათ ხელსაც ვწყობთ ადგილობრივებს, რომ მათი პროდუქტი ასე ვთქვათ, ხა გამოვიყენოთ და შევიცინოთ. თან სულ ქალები ხართ? აუ წელს ესე გამოვიდა და სამზარეულოში მაყოფილი ვარ. რაღაც სხვანაირი ვაიბებია, ეთყობა ქალური და
და სასიამოვნო გოგებთან მუშაობა. კერძებსაც ეტყობა? ეტყობა, არის რამე. ეგ ფენომენი არის? ქალის ხელით ალბათ, ხო, ესე არ ყოფილა სუქალების დატვირთული და სხვა შერს გუშინ სტუმარმაც აღნიშნა, მოვიდა, wow, only girls სოთა. თან კაი გოგოები. კაი გოგოები. კარგია. იცი დილით რა შევამჩნიე იმის საუზმის მენიუს. Ну, პრინციპში ხორცით ისედაც არ არის ხოლმე დატვირთული საუზმეები, მაგრამ 4 რაღაც გავსინჯეთ და არც ერთი არ იყო ხორციანი და აი ძალიან მაგარი გემოები იყო ოღონდ ხორცის გარეშე. მე მიყვარს, როცა კერძი არ არის ხორციანი და რაღაც ბევრი საინტერესო გემო. ცოტა ხორციან შეხვდებით ისედაც. ესეც იმიტომ, რომ მოთხოვნა არის მაინც მთარი და რაღაცა ნოყიერი საკვები უნდათ ხოლმე რომ მიირცხვათ. მე თვითონ დიდად არ ვარ ძალიან ხორცის აქტიური მომხმარებელი და მოყვარული და ის ფიქრებიც მქონდა რომ მარტო რაღაცა ვეგეტარიანულზე გადამეყვანა, მაგრამ ვერ ვისკავ ჯერ მაინც რა, იმიტომ რომ წამოვა რაღაცა მაინც ფიდბექი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, რომ არ არის ჯერ მზად აქაურობა მარტო მაგისთვის და მარტო ვეგეტარიული სამზარეულოსთვის. ხო, არა და ეწყობა შეგიძლია კარგად მარტო ვეგეტარიანი მუშაობა მიყვარს, მაგრამ ხორციც გვაქვს. ხინკა, იცი რა, მაინც აქ ვინც ამოდის ხინკლის ამბავი, აი თითქოს რომ მოყოლ ხინკალი უნდა ჭამოდა. ხინკლის დღეები გაქვს, როგორ გაქვს, როგორ მითხარი? ეს არ არის სულ მენიუში. სულ მენიუში არ არის. თუმცა მინდა რომ გავაკეთოთ კვირაში ერთხელ ალბათ კვირა დღეს, იმიტომ რომ უფრო მეტი ქართველი დამსვენებელი ჩამოდის და უფრო აქტიურად კითხულობენ ხინკალს, თან ნაბახუსების დღე არის ასე თუ ისე რომ ალბათ მაგიტა ხო რაღაცა გუსუ გვინდა რომ ცოტა ისეთი ხინკალს დაუცვათ, მოკლეს მთელი ჩვენი სამზარეულო. ხო და ადგილობრივი წარმოებლებისგანაც ყველი ერბა როგორც ვიცი, რაც შეიძლება ხინკალს სჭირდება და ადამიანი ვინც ხინკალს ახავს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი. მაგარია, წარმატებები კატო. ველოდები ჩემ ვახშამს. მეტია მოგეწალა. ხო, გაგიშვებთ სამზარეულოში და ლაშა გადაიღებს რაღაცა. აი, წავედი მაშინ. დროებით. მადლობა. ძალიან გემრიელი ღვინოა. ხო, კაი ღვინო. კაი ღვინო. ხო. დილით იმდენი ვჭამე. თან ბევრი კერძი როა ხოლმე ცოტა სინჯავ და ვერ დავტოვე ვერაფერი და იც ძალიან მინდა და რომ კარგად მომშიეო. მოგშივდა? კი. აი, ძალიან კაი. გითხარი. გემრიელად მირთვათ. წელს გვაქვს ახალი ფხალის ვარიაცია სეზონური მწვანილებით, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ჭინჭარი, ახან ეხლა ცოტა ისეთი ახალგაზრდა. ჩვენ თუ ვკრებთ ხოლმე, ვაზავებ ჯანჯალში, ნადუღის კრემი მოყვება და ჭადი კლასიკურად. ეს კრემი რო აწყობდი სერვირებას, რო აკეთებდი, ისეთი ფაფუკი რამეა, ნახე. ხო და მე მგონია რომ რაღაცა ანეიტრალებს სამწვანე ფხალის სიმძიმეს რა ცოტა. და აქ გვაქვს ჩვენი ბესტსელერი, ეს ხაჭოერბო, დამბალ ხაჭოსგან ვაკეთებთ. ცოტა უფრო ნაზი სტრუქტურა აქვს, ვიდრე კლასიკურს, რომ რაღაცა ყველასთვის მისაღები გემოხონდეს. ჩვენი ეს თუ ხდება ეს კარტოფილი და პურის მოწობა, ეს ხელი მოდის. ფონჯუს სტილში ფონჯუს ვარიაცია და მე მგონი ჩვენი ხახვის ჯემი კონდრითაც გემოებში ზის. ხახვის ჯემი კონდრით რა გარია. გავსინჯავ ხა ყველაფერს. და მე კიდე აი. ეს გაგასინჯე. მადლობა. ავიწყეთ. კაი, მოდი. სტარტერით დავიწყე. კარგად ვზივარ ვაშ. ეს დუმარე ხასიათია მტრისას. არ მაპატია შტატივის ამბავ. ნადუღის კრემი. ჭინჭრის ფხალი. და იწყინა მჭადი, მე რომ მიყვარს ისეთი. რა ვქნა, ვერ მივეჩვი ეს ქელმჭადს. განაცუდია, მაგრამ ესეთი მერჩევი. ავიდა. ავაწყვა.
ადი არის უკანაწუნესი. ნადუღი არის უნაზესი. ვისაც ნადუღის და ხაჭოს ფაქტურა არ მოგწონთ, უნათაც ძალიან მოგეწონებათ. ჭინჭრის ფხალიც უხდება ამ ყველაფერს და ეს კოწახურებია. ეს კოწახურებია ჭინჭრის ფხალზე? ძალიან უხდება, იცი ცოტა მომჟავო გემოსაძლევს, მე მგონი კოწახური. კაია. ფანტასტიკა. Bravo. ვახშამიც ისეთივე კაი აღმოჩნდა. აბა? გავსინჯეთ ფონჯი. ნახე, რა ჯორი წელვადია. ხახვის ჯემით ზედ დავადოთ. ძალიან კაია. არ ვიცი რას გავს, ფანტასტიკა. დამალხაჭოს გემოცი გრძნობა. რაღაცნაირი ფაფუკია. კარტოფილი ცალკე რაღაც საინტერესოდ მომზადებული. ხახვის ჯემი აკოდება. კატოს ეტყობა ძალიან უყვარს ეს ნაზი ფაფუკი ტექსტურები, იმიტომ რომ აი ყველა კერძში ტექსტურა და ფაქტურა და ეს რაც გვხდება პირში თვითონ დახვეწილია და ცალკე ამბავია. ბრავო. ეს არის კერძი, რომელიც არც ერთ ქართულ კერძს არ გავს. და რომელიც უნდა გასინჯოთ აქ. ფანტასტიკა. მენიუშია რეჰანის ლიმონადით. ეს შესვენება გვაქვს მთავარ კერძამდე რეჰანის ლიმონადით. სანგენელია. აუ, რეჰანის ლოგო რო დაგვიწუნა ერთმა გამომწერმა. რა არისო ესო? საავადმყოფოს რო ლოგოს გავს. ვიდარდე. მე მითხრა, ნუ დარდობო კაცო, თქვენთვის ვამბობ. მოდი გამოკითხვა ჩავატაროთ პატარა. დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ რეჰანის ლოგოზე. ქათამი, აჭიკის გლეიზი, ბაჟე და ნიბრიანი პურია თუ არ ვწდები, ქართული არომატული კარაქით ქართული პურია. ოჰოჰო, კაი ხრაცუნა, კარგი. ნახოთ. რა გამოვა? ჩემი და ქათმის ურთიერთობით. კაია. ფანტასტიკა. ყველაფერი ერთმანეთს ისე უხდება. ბაჟიც ძალიან გემრიელია, მაგრამ ეს წიწაკები რაღაცნაირი მოტკბო მოცხარო გემოსაძლევს. ქათამიც აი გრილზე შემწვარი ისეთი სუბუქია, ძალიან სუპერ არის. და პურის ღაპრული ცალკე შეჭამ. ტარხუნით არის. ძალიან მაგარია კარაქით და ტარხუნით. ფანტასტიკა. ქათამი გონი ფრაიდა.
მალე მე რა ვქნა. გრილზე მომზადებული ქათამი. ეგრეთია? მენიუში ეგრეთ წერია. ძალიან აი მართლა ძალიან კაია. ქათამი მგონი ესე ძალიან არ მომწონები არსად. თან ქათმის დიდი მოყვარული არ ვარ. როგორც იცით, ან არის. აი ეს წიწაკები არ ყვდება. კაცი შელაშა, ჭამე და დაველოდოთ დესერტს. ვერ მოვასწარით ახლა სტუმრებმა რამდენი გაქეს და გადიდეს. მოკლედ ხა რაც ბოლო მოგზაურობაში გადავედით და დესერტი გვაქვს, წელს ახალი არის. წესტავდით ამ დესერტს, მინდოდა რომ ნაზუქისგან შემექრა რაღაცა საინტერესოა, თქო ნაზუქივით არ ყოფილა დიდად ბევრს არ უყვარს ნაზუქი და იქნებ შეუყვარდეს რაღაც. მე მეყვარს ნაზუქი, მაგრამ მე მგონი ეს ბევრად უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ნაზუქის კრამბლია, რომელსაც ნაზუქს ვაცხობთ რეალურად, როგორც არის ისეც და მე მაგისგან ვაკეთებ ნაყინს და კრამს, ხრაშუნად ცომს. და აქვს კარამელი, არა, ეს არის გარგარი, კარამელი და ცოტა დაღერღილი წიწაკა, ოდი რა რაღაცა პატარა სიცხარისთვის. კაი. აბა მან ხო გამიზიარეთ რომ ჩემთვისაც ახალია ეს გემო და როგორ მოგეც საინტერესო. კარგი. მადლობა. აბა ნახოთ. გარგარი, ნაზუქის კრამბლი და ნაყინი. ხო არ ხადაო. ძალიან კაია. ანუ სამი სხვადასხვა გემოა. ძალიან განსხვავებული. წიწაკა არ ვიცი. რო თქვა მაგიტო გავამახვილე ყურადღება ეთყობა ეს დაღერღილი წიწაკა არის აი. და ძალიან ხრაშუნაა თვითონ ნაზუქი. გარგარგემრიელი და ნაყინი კიდე ფანტასტიკა. ოდნავ თბილია თან კრამბლით. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ეს არის ბოლო აკორდი. ეს არის ნამდვილი დაბოლოება, ნეტარება. დღეს გასტრონომიული ზეიმი გქონდა მე და ლაშას არ ვიცი, ალბათ ტოპ 3-ში შედის, სადაც კი გადაგვიღია ეპიზოდები კატოს სამზარეულო, იმიტომ რომ აი ერთმანეთზე უკეთესი ემოცია მქონდა და შეგრძნებები ყველა კერძს თავისი დესერტის დასრულებით და საუზმის დაწყებით. აი ძალიან ბედნიერი ვარ, ამოდით ყაზბეგში და ესტუმრეთ მაისს. კიდე წავალთ, გავაგრძელებთ გზადაც ცოტას გადავიღებთ ყავაზე შევივლით, გამოსაფხიზლებლად. გამარჯობა. 40 გავუშვათ რეგულარი 40 ლიტრი და ვნახოთ, აბა თუ მოვიგებთ მე და თქვენ მანქანას. ეგრევე იმაშვება, ხო? მომენტალურად არის, ხო მოგება, მომენტალურად იგებენ. ესე იგი, food კომაში ვარ. ძალიან გემრიელი ჭამა გქონდა, აი ისეთი გემრიელი, იშვიათად გემრიელი. არა, იშვიათად გემრიელი, რატო პრინციპში? ყოველთვის გემრიელ ადგილებს ვარჩევთ და გემრიელად ჭამთ, მაგრამ ეხლა მაისი იყო. იცი რა? გოგოების სუმა ვიწყდება, რომ ჯერ ჭიქა უნდა შევუდო. ჰოპ. ჰოპ. სკუპ. ხოდა. სეგონება უკვე სპეციალურად აკეთე. რას? ჭიქებზე? რატო ვაკეთებ სპეციალურად? ეხლა ყავა მომიყვანს აზრზე. საჭესთან რა თქმა უნდა მე ვარ. მიზესთა და მიზესთა გამო.
და წავალთ. იმედია მოგეწონებათ ჩვენი ეს ეპიზოდი და კიდევ ვისაც არ გინახავთ ბოლნისის ეპიზოდი ღვინის ფესტივალის ნახეთ, იმიტომ რომ ცოტა ნახვა აქვს და ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ რაღაცა ემოციური, დადებითი ემოციების დატვირთული იყო ის დღე, აი ძალიან ვისიამოვნეთ მეც და ლაშამას ჩაწერის დროს და გული დამწყდა, რომ არ ქონდა ბევრი ნახვა. თავსაფარი ეს შენია, მე არ მინდა თავსაფარი. აუ, ეს სმარტირო სუსრიალს მახსენებს, ეგარ მithქვას მაგის თქმა მინდათ. ჩემთვის იმის სრიალის ვაიბი აქვს გუდაურის სმარტს. სულ სასიამოვნოდ დაღლილი მოვდივარ ხოლმე აქ, ან პირიქით დილიდან გახარებული, რომ უნდა ვისრიალო.